რა არის მედიცინა? დიაგნოზი, კვლევები, მედიკამენტური თუ ოპერაციული ჩარევები, მკურნალობის პროცესი, დაავადების დამარცხება. ალბათ ყველაფერი ერთად. თუმცა ყველაზე ადამიანური, ემპათიური ის მაშინ ხდება, როცა ექთანი პალატაში შედის და პირველ უმნიშვნელოვანეს კონტაქტს ამყარებს პაციენტთან. მისი პირველი სიტყვები თუ მანიპულაცია იმ პირველ იმედად იქცევა, რომელიც ფლორენს ნაითინგელის ლამპარივით ანათებს უკუნეთს და იმედის ნათელს ხილად იქცევა ავადმყოფისთვის. ექთნობა არ არის მხოლოდ პროფესია. ექთნობა ადამიანის მოვლის ფილოსოფია, რომლის დასწავლაც თუ ეს ნიჭი თანდაყოლილი არ არის, უბრალოდ შეუძლებელია. 12 მაისი სწორედ მოვლის ამ ფილოსოფოსების დღეა, როცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ მათი შეუფასებელი წვლილი სამედიცინო მომსახურების, კლინიკების წარმატების, პაციენტების გამოჯანმრთელების და საზოგადოდ ჯანდაცვის სისტემის წარმატების საქმეში. განსაკუთრებულია 12 მაისი იმ სამედიცინო დაწესებულებაშიც, სადაც აგერ უკვე 8 ათეული წელია ერთგულად ემსახურებიან ადამიანთა კეთილდღეობას და წარმატებით ახორციელებენ წარსულისა და აწმყოს ინტეგრირებას. მინდა ყველა ექთანს მიულოცო ექთნების დღე, ვუსურვო ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი, შემდეგ ვუსურვო ბევრი წინსვლა, ბევრი წარმატება თავიანთ საქმიანობაში და პროფესიული ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მადლიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტის ყოლისთვის. დღეს ჩატარდა კონფერენცია ჩვენს კლინიკაში ექთნის დღესთან დაკავშირებით და მე წარვადგინე თემა ექთანი როგორც ექიმსა და პაციენტს შორის ხიდი. ვისაუბრე პაციენტისა და ექთნის ურთიერთობაზე, რა გამოწვევებს ხდება ექთანი კლინიკაში და რა მოვალეობები აკისრია. ყველა ექთანს ვულოცავ ექთნის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ ბევრ გამოჯანმრთელებული და მადლიერ პაციენტს. ვილოცავთ ექთნის დღეს, იყავით წარმატებულები პროფესიაში, რეალიზებული, დაფასებულები და მინდა რომ ყველა საქართველოს ყველა ექთანი ამაყობდეს თავის პროფესიით და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. დღეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკაში ახალი სიცოცხლე ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი რიგით მე-9 კონფერენცია იმართება, რომლის ფარგლებშიც საოპერაციოს, ონკოლოგია, ჰემატოლოგიის, ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციის და ჰემოდიალიზის, ნევროლოგია, ნეიროქირურგიის, გადაუდებელი დახმარების, ჰემატოლოგიის დეპარტამენტების, აგრეთვე ამბულატორიის ექთნები მოხსენებებით წარსდგებიან საზოგადოების წინაშე. ექთნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო საქმიანობაში. ექთნის საერთაშორისო დღეს ეხმაურება ჩვენი კლინიკა. ვაწყობთ მე-9 საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ჩვენი კლინიკის ექთნები წარმოადგენენ პრეზენტაციებს. 14 პრეზენტაცია წარმოდგება, გამოვლინდება საუკეთესო მოხსენების ავტორი და დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით და ფულადი საჩუქრებით. წლიდან წლამდე ექთნები აუმჯობესებენ თავიანთ თემებს, გამოსვლებს და თან კიდე ცდილობენ ჩადონ კვლევის ელემენტები საკუთარი გამოცდილებიდან. ამიტომ ძალიან გაგვიჭირდა წელს გამარჯვებულიც არ მინდა, ყველა იყო გამარჯვებული, მაგრამ კიდე უფრო წარმატებული თემის გამოჩენა. ამიტომ 3 ძირითადი თემა გამოვარჩი და კიდე 2 დამატებით დავაჯილდოვეთ აი 14 ადამიანთან. ყველა იყო ჩვენთვის გამარჯვებული, მოგებული, წარჩინებული და წარმატებული. დღეს ჩატარდა ჩვენს კლინიკაში კონფერენცია ექთნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და მე წარვადგინე თემა ექთანი როგორც ექიმსა და პაციენტს შორის ხიდი. ვისაუბრე რა გამოწვევებს ხდება ექთანი კლინიკაში, რა მოვალეობები აკისრია და როგორი თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ექთანი. ერთ-ერთი უმთავრესი ჩემს თემაში იყო ბოლოზარის ტრადიცია, რომელიც ჩვენს კლინიკაში დაინერგა გამოჯანმრთელებული პაციენტებისთვის და ბოლო ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტები დარეკავენ ზარს, რაც ძალიან დიდი мотиваცია მათთვის და სხვა პაციენტებისთვისაც. ჩვენი დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამას ემსახურება, რომელიც განერგილია ჩვენს კლინიკაში და ყოველწლიურად იმართება. მომხსენებლები ექთნები წარადგენენ საკონფერენციო თემებს, საიდანაც წლიდან წლამდე უზიარებენ ერთმანეთს ყველა იმ ახალ და საინტერესო შემთხვევას, რომელიც ფიქსირდება მათ დეპარტამენტებში. ექთნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტთან ურთიერთობაში
ძალიან ბევრი რამე არის ეგთანზე დამოკიდებული და მინდა რომ ყველა პაციენტი, ვინც ჩვენს კლინიკაში მოდის, იყოს ძალიან კმაყოფილი და ჩვენ ამას ძალიან გულით ვაკეთებთ და ვცდილობთ რომ აბსოლუტურად ყველა გაუშვათ ბედნიერი და კმაყოფილი და ვიხარჯებით ბოლომდე. ძალიან მოხარული ვარ ესეთი კონფერენციებით, სასიამოვნო იქნება თუ მრავალი გაიმართება. მადლობას ვუხდით თითოეულ მოხსენებას და ჩვენს დირექციას მხარდაჭერისთვის, გვერდზედგომისთვის და ნდობისთვის. ასევე ჩვენი კლინიკების, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცენტრალური კლინიკის, ასევე ახალი სიცოცხლის, ბათუმის კლინიკის და მახინჯაურის პოლიკლინიკის ყველა ექთანს გადაეცემა კლინიკის სახელით მცირე სიმბოლური საჩუქარი და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდით მათ გაწეული საქმიანობისთვის, რასაც აკეთებენ პირველ რიგში პაციენტებისთვის და ასევე ჩვენი კლინიკისთვის, რომ ყავდეს ბევრი მადლიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტი. ასეთი გახლდათ ექთნის საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ექთნების დაუღალავი შრომის ერთგვარი შეჯამება და სამომავლოდ მიღებული მეტი мотиваცია ადამიანთა კეთილდღეობისთვის სამსახურის გასაწევად.